მშვიდობისა. თქვენ უყურებთ გადაცემას მათემა, მეცნიერება, ცოდნა, სწავლება. ჩვენი გადაცემა გადადის ახალი საქართველოს ტელეეთერში და ეს ტელეარხი თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ 239 არხზე სილქნეთის ტელევიზიის, საკაბელო ტელევიზიით, 32 არხი არის ეს კავკასუსის, ასევე ჩვენი გადაცემები გადის მაი ვიდეოზე და უკვე რამდენიმე საათის მერე რაც ეს გადაცემა პირდაპირ ეთერში, ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ეს ჩაიწერება და უკვე თქვენ შეგიძლიათ YouTube-ში საძიებო სისტემაში სტრიქონში აკრიფოთ ქართულად ახალ საქართველო, ხოლო შემდეგ მათემა და ნახავთ ამ გადაცემას ჩაწერის სახით. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ძალიან საინტერესო პიროვნება, ბატონი გურამ ბერიშვილი. იგი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-95 წლების მოწვევისა და ამავე დროს მე მგონი თქვენ სახელმწიფო სათათბირო იყო მაშინ თუ წევრი იყო. მან პარლამენტამდე ხო იყო სახელმწიფო საბჭო ერქვა. დიახ, ასე გებია. ბატონ გურამი ძალიან საინტერესო მოსაუბრია, ამავე დროს მას აქვს ძალიან საინტერესო იდეები განათლებასთან დაკავშირებით და მისი აზრის მოსმენა ყოველთვის საინტერესო იქნება და ჩვენ განათლების შესახებ, სასკოლო განათლების შესახებ ვისაუბრებთ ძირითადად და არა მარტო, იმიტომ რომ მე შეიძლება ამ საინტერესო საუბარმა ისევ საინტერესო თემები წამოგვიტვირთოს და მე მგონი შეზღუდული ამ ხრივ არ აგვაქვს, მაგრამ მე სანამ ჩვენ ამ გადაცემას დავიწყებთ უშუალოდ რაც შეეხება ბატონ გურამთან, მე მინდა ის ინფორმაცია გადაცნო თქვენ, რომელიც აი ამ კვირის განმავლობაში ჩავთვალე, რომ მართლაც საინტერესოა და ამავე დროს სასიამოვნო შეიძლება იყოს ჩვენი მაყურებლისთვის და რა თქმა უნდა შეეხება განათლებას და მეცნიერებას. კერძოდ ამ გასული კვირის განმავლობაში ჩვენ საქართველოში დაბრუნდა საქართველოს ნაკრების გუნდის წევრები მათემატიკაში, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ოლიმპიადაში, ეს იყო ტაილანდში, ჩიანგმაიში და სხვადასხვა კარგი შედეგები დაბრუნდათ 4 მედალი და 1 სიგელით. აქ ახლა აღსანიშნავია, რომ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ზაურ მეშველიანი, კობაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც მას ვერცხლის მედალი მიუღია ოლიმპიადაზე. სასიამოვნოა ის, რომ ზაურ მეშველიანი გახლავთ აფხაზეთიდან და ნიჭიერი აფხაზეთელები, ესე რომ ვთქვათ, აფხაზები შეიძლება ესე ვთქვათ, ჩვენ არიკარგებიან და ამის საშუალება არსებობს. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ალექსანდრე საათაშვილმა, ეს არის თბილისის კომაროვის ისევ სკოლა, გიორგი ხოსროშვილმა, ისევ კომაროვი და გიორგი კლდიაშვილმა. აი, საინტერესოა, რომ ეს არის ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელობის სკოლა ლიცეუმი ქუთაისში. სიგელის მფლობელი გახდა საბა ძმანაშვილი. ისიც ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში. აი, ესეთი ინფორმაცია არის, ჩვენ ამოვიკითხეთ ეს ჩვენი განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე ოფიციალურ საიტზე და ამავე დროს იქ იყო ნათქვამი იმ შესახებ, რომ ესე იგი საქართველოს ნაკრები გუნდები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადებზე. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევას, თქმას და ოლიმპიადებში მონაწილეობას. ეს მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ნიჭიერი ხალხის წარმოჩენა, мотиваციის გაჩენა და მე მგონი პოპულარიზაცია აი ამ მიმართულებით სასიამოვნო იქნება და ეხლა მე მინდა ვთხოვო ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს გაუშვას ჩვენი ვიდეო, რომელიც ამსახველი იქნება აი ამ პროცესში, როდესაც ჩვენი ესე ვთქვათ ოლიმპიელები მათემატიკის დარგში გამარჯვებულები დაგვიბრუნდნენ აი ამ ოლიმპიადაზე. გთხოვთ ჩართოთ ფირი. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში. ესენი არიან ძირითადად ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები და გუნდები. ამ ეტაპისთვის ტაილანდში უკვე დასრულებული არის ოლიმპიადა მათემატიკაში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 5 წელს თუ ავიღებთ, ყველაზე უკეთესი შედეგებით წელს დაბრუნდნენ ეს ბავშვები, ჩამოიტანეს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით, რომელიც იმ ფორმატით იყო გათვალისწინებული. მე მინდა მიულოცო ყველა სკოლას, ყველა პედაგოგს ასეთი მიღწევა და რა თქმა უნდა თვითონ მოსწავლეებს.
გაჩაღდა შენ განსაკუთრებულად როგორ წარმატებია შენ მაინც ხორბილებს ჩვენ მიყავით მათემატიკის ნაკრები 56-მე საერთაშორისო ოლიმპიადაზე მათემატიკაში, რომელიც ჩატარდა ტაილანდში ჩიანგმაიში. ჩამოვიტანეთ 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს და 1 საპატიო სიგელი. მე ავიღე ვერცხლის медали. საერთოდ ეს ოლიმპიადა ყოველწლიურად იმართება. საკმაოდ რთული არის ამ ოლიმპიადაზე მედლის აღება, მინდა ვთქვა და წელს წინა წელთან შედარებით საკმაოდ კარგი შედეგი ავიღეთ. იმედია რომ ამ წელს გავაგრძელებთ. ყველა აღნიშნა რომ წელს საკმაოდ რთული ბილეთი იყო შესაბამისად მედლები შედარებით დაბალ ფულებზე დაიწერა, მაგრამ ამ რთულ ამოცანებს არ შეუძლია ჩვენთვის ხელი და რაც შეგვეძლო ალბათ იმის მაქსიმუმი გავაკეთეთ თითოეულმა ჩვენგანმა და მადლობა მინდა გადავხოთ თითოეულ ჩვენ მასწავლებელს, რომელიც ყავდნენ, რომელიც გვამეცადინებდნენ და ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს თითოეულმა მათგანმა. ძალიან რთული ოლიმპიადა იყო წინა წლებთან შედარებით. მთელი წელი ვემზადებოდი რომ რაღაც შედეგი დამედო და არ ველოდი ასე რთულ ამოცანებს, მაგრამ ვთვლი რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე და შევძლე წარმატების მიღწევა. საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში ტრადიციულად თავს უყრის სოფლიოს ძირითადი წამყვანი ქვეყნების, ამ შემთხვევაში 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, უნიჭიერეს მოსწავლეებს და ყოველთვის რთულია პაექრობა ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებთან, როგორიც არის ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ასევე კანადა, ევროპის განვითარებული ქვეყნები, ბევრი აზიური ქვეყანა, მათ შორის ირანი, თურქეთი. ისინი მთელი წლის განმავლობაში სერიოზულად ემზადებიან ამ ოლიმპიადისათვის და ძლიერი შემადგენლობებით მოდიან და ჩვენ ბავშვებს უხდებათ მათთან შერკინება. ამოცანების სირთულე წლიდან წლამდე მატულობს, წელსაც განსაკუთრებული სირთულის ამოცანები იყო, განსხვავებით წინა წლებისაგან, ამას ყველა აღიარებდა. და ჩვენმა ბავშვებმა მაინც თავისი შედეგი აჩვენეს და იმსახურეს 1 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს медали და ასევე საპატიო სიგელი და იმსახურა ერთმა მოსწავლემ და ასე რომ ჩვენ თვლით რომ ეს გასულ წელთან შედარებით კიდევ უკეთესი შედეგი იყო. ჩვენ ეს ვიდეო გამოვიყენეთ ოლიმპიადის სამსახურისა, რომელიც გააჩნია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ის მოვიძიეთ ჩვენ მათ გვერდზე, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ეხლა ჩვენ ისევ საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განვავრცოთ თემა იმდენად რამდენადაც თუ კი ქონდა საუბარი ის რომ ჩვენი მოწაფეები ოლიმპიადაში წავიდნენ და ტაილანდში ჩავიდნენ და განათლების სამინისტრომ დააფინანსა. შესაბამისად ჩვენ ეხლა ისევ უცხოეთთან ურთიერთობის შესახებ ვისაუბრებთ იმ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გაწეულ მუშაობაზე, რომელიც შარშან იქნა დაფუძნებული და დაფუძნებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით. ესე იგი უკვე მაგისტრატურებისა და დოქტორანტებისათვის ხდება ფაქტიურად ხელშეწყობა, რომ ისინი წავიდნენ საზღვარგარეთ, ისწავლონ, მაგალითად 192 ესეთი მაგისტრი და დოქტორანტი გაიგზავნა 2 წლის განმავლობაში, შარშან ეს იყო 77 კაცი, წელს 115 კაცი წავიდა და უკვე ამ შედეგი იქნება წელს შემოდგომაზე, როდესაც 23 კაცი დაბრუნდება და ისინი ფაქტობრივად საჯარო სექტორში დაასაქმდებიან. სად მიდიან ახლა ჩვენი სტუდენტები, მაგისტრები და დოქტორანტებზეა საუბარი, ეს არის ჰარვარდი, ედინბურგი, ჯორჯ ვაშინგტონის, ჯორჯთაუნის, სორბონის, კალიფორნიის, ასექსის, მიჩიგანის, არიზონის და სხვა წამყვან უნივერსიტეტებში და საინტერესო რომ სწავლის ფულს აქ სახელმწიფო უხდის და მიმართულებები, რა მიმართულებებითაც არიან წასული, ეს არის სოციალური მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სამართალი, ბიზნესი, ადმინისტრირება, ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერება, ჯანდაცვა და სამედიცინო მიმართულება. მოკლედ, როდესაც პირველი რესპუბლიკა იყო, გახსოვთ მაშინ, რომ გაჭირვების ჯამსაც კი საქართველოს მაშინ მთავრობა ახერხებდა იმას, რომ ნიჭიერი ბავშვი წასულიყო, სწავლა-განათლება მიიღო ან ევროპაში, ან დაუშვათ რუსეთის რომელიმე დიდ ქალაქში, მოსკოვი, პეტერბურგი და მერე ისინი დაბრუნებულიყვნენ. მოხდა მერე რევოლუციური ქართახილები, ზოგი დაბრუნდა, ზოგი ვერა, ზოგმა გააგრძელა იქ მოღვაწეობა, მაგრამ აი ეს კარგია, რომ ფაქტიურად ეს
ეს კარგი იდეა, რომელიც თავის დროზე პირველ ქართულ რესპუბლიკას ჰქონდა, დღეს ამის რეალიზაცია მოახდინა მთავრობამ და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ისევ გვინდა შემოგთავაზოთ ვიდეო მასალა, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის PR ჯგუფმა მოამზადა და აქ საინტერესო ის არის, რატომ არის თვითონ მონდომებული ჩვენი პრემიერი აი ამ ცენტრის არსებობაზე, იმიტომ რომ თავის დროზე მან ესე ვთქვათ გამოიარა ის ქარტეხილები თუ როგორ უჭირდა მას, როგორ ღებულობდა ის განათლებას სორბონაში, პარიზში და ამის შესახებ იქნება ალბათ საუბარი რაღაც 2-3 წუთი. გთხოვთ ჩართოთ ფილმი. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მე ძალიან მიხარია და მე გეტყვით აბსოლუტურად გულწრფელად რომ და მე კარგად მესმის ის რომ ჩვენ თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ და რეალურად საქმე გავაკეთოთ, ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ჩვენს ახალგაზრდობაზე. რაც შეიძლება მეტი რესურსი უნდა დავხატოთ ჩვენს ახალგაზრდობაზე და ვინაიდან მიმაჩნია რომ განათლებული ადამიანის განათლებული თაობის გარეშე რა თქმა უნდა ჩვენს ვერავითარ წინსვლაზე ვერ ვიფიქრებთ. მე გავიცენებ ერთ მაგალითს ჩემი სტუდენტობიდან, როცა პარიზში ვსწავლობდი, ჯერ სანამ მანამ სანამ მე შევძლებდი ამას, მანამდე მქონდა ცდილობა რომ ამერიკაში გამიგზავნო სწავლა, მაგრამ დრო ნაწილობრივი სკოლარშიპი მოვიპოვე მაშინ და ჩემს ოჯახს არ ჰქონდა საშუალება რომ $500 დაეფინანსებინა. ასე რომ ვერ წავედი ამერიკაში. ამის შემდეგ მოვსინჯე საფრანგეთი, იმიტომ რომ საფრანგეთში არ იყო სწავლა უფასოა და გამიმართლა რომ მიტყვიან და წავედი საფრანგეთში, მაგრამ რაც საგულისხმო, რაც მე მენიშნა და რამაც მე გული დამწყვიტა, ამას მე გაგიზიარეთ ახლა, არ მithkomს საჯაროდ, მაგრამ ახლა გეტყვი თქვენ. ჩემს კურსზე იყვნენ ჩვენი მეზობლები აღმოსავლეთ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან იყვნენ სტუდენტები. და როცა ჩვენ ვკითხეთ, ამ კურსზე ვიყავით, სორბონაში, პოლიტიკურ მეცნიერებებზე ვიყავით 3, მე და ჩემი 2 მეგობარი. და როცა ვკითხეთ თუ ვინ აფინანსებდა მათ, გვიტყვეს რომ სახელმწიფო. ნუ ერთმა გვითხრა რომ არის ფონდი, რომელსაც აფინანსებს, რომელშიც შეაქვთ შენატანები, შეაქვთ დიასპორის წარმომადგენლებს, ძალიან ძლიერი დიასპორა აქვს მათ, მოგესწრებათ და ისინი ინახავენ ამ სტუდენტებს და ამ დროს ქართველები ვიყავით დამოკიდებული ან ოჯახზე, თუ ოჯახი არის გაჯერებული მაგ შემთხვევაში უნდა გემუშავა და აი ეს პირველ რიგში პირველად მივიღია ასე ვთქვათ გულდაწყვეტა აი მაშინ, რომ სახელმწიფო არ ზრუნავდა საკუთარ სტუდენტებზე. და ერთ-ერთი ასე ვთქვათ რამაც გადამაწყვეტინა რომ ასეთი პროგრამა აგვემუშავებინა იყო სწორედ ის რომ მე თვითონ ჩემ თავზე გამოცადე რომ აუცილებელია და ეს არის მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ სახელმწიფო ზრუნავდეს სტუდენტებს საკუთარ მოქალაქეებს საკუთარ ახალგაზრდობაზე. Თქვენი ხედვით პროგრამა გიორგი დიდი ხანია იწევს ხელს და იქნებ გიორგი ჩვენი მეორე წლის სალუქაძე. ხო, უნივერსიტეტი თუ შეიძლება. სალუქაძე გეგა, მე გახლავართ სან-ფრანცისკოს ხელოვნების აკადემიის სტუდენტი. ამ ორმა ვიდეო მასალამ ჩვენ დაგვარწმუნა რომ თუ კი ადამიანი ნიჭიერია სკოლის დონეზე და უშუალოდ მოწაფე ან თუ გინდათ უმაღლეს განათლებაში შეიძლება მას მართლაც მიექცეს ყურადღება და აქცევს კიდეც სახელმწიფო და უშუალოდ ეგ ოლიმპიადაზე აგზავნის სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში უცხოეთში, მაგრამ მე მინდა ეხლა ბატონ გურამს ვკითხო როგორია ამ ფონზე საერთო განათლების დონე საქართველოში და თქვენი აზრით აი სკოლის ეტაპზე? სამწუხაროდ ქართველი ერის განათლების დონე საკმაოდ დაბალია. ნუ ამ სიმართლის აღიარება ბევრს ძალიან უჭირს, მართალია, მაგრამ მე შემიძლია სრულიად მარტივი არგუმენტი მოვიტანო ამის დასამტკიცებლად. თუ ერის მოსახლეობის დიდი ნაწილი განათლებულია, მაშინ ქვეყანა და სახელმწიფო მოწესრიგებულია და ნორმალურად ცხოვრობს. თქვათ ავიღოთ შვეიცარია, დანია, ნორვეგია და მაგალითად. თუ განათლებულთა ნაწილი ერში მცირეა, ძალიან მცირეა,
მაშინ აი ისეთ ყოფაში ვართ, რაც ჩვენ გავატარეთ ეს 25 წელიწადი. მაშინ ხوار გავაკეთოთ პატარა დეფინიცია განათლებულობაზე. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება დაუშვათ უმაღლესი განათლების მაჩვენებლით რაოდენობის მაღალი გქონდეს, მაგრამ ეს ნიშნავს თუ არა არის განათლებული შესაბამისად. კარგი ის არის შენიშვნა სწორია. ჯერ ერთი ის უნდა ვთქვათ, რომ განათლება ეს მარტო მწოდნე არ არის. ვიცნობ და ვიცი უამრავი ხალხი არსებობს, რომელმაც იცის რაღაცა დარგში სპეციალისტია, მაგრამ განათლებულად ვერ აღიქმება. მანქანა შეუძლია გადასასვლელზე გააჩეროს, უდიერად ექცევა სხვა ადამიანებს, თავხედია. ეს რასაკვირველი განათლებული ადამიანი პირველ რიგში ზნეობრივად მაღალი დონის ადამიანია, ჩემი აზრით. მას აქვს აზროვნების მაღალი უნარი. აქვს საკუთარი ქვეყნის სიყვარული და პატრიოტია. ანუ ეროვნულობა არის. ესეც ერთ-ერთი პარამეტრია განათლებული ადამიანის. და რასაკვირველია ცოდნაც, მაგრამ ცოდნა არავითარ შემთხვევაში განათლებულის პირველ მაჩვენებელი არ შეიძლება იყოს. ანუ ისო დიპლომი გაქვს და უშუალოდ უნდა განვასხვაოთ ცოდნე და განათლებული. განათლებული ჩვეულებრივ მწოდნეც არის. მაგრამ ძალიან ბევრია მწოდნე და გაუნათლებელი. სამწუხაროდ ქართულ ერში აი ეს განათლებული ადამიანთა რაოდენობა მცირე. არც ერთი ერი არ არის, რომ ძალიან დიდი რაოდენობაა განათლებული ადამიანების. ცხადია ეს, შეუძლებელია. მაგრამ თუ მოსახლეობაში 3-5% ახლა ვერ ვიტყვი ნამდვილად რა არის, ანუ არსებობს განათლებულ ადამიანთა 5% ვთქვათ. და გავლენიანია ეს განათლებულ ადამიანთა რაოდენობა, მაშინ ცხადია, სახელმწიფო მოწესრიგებულია, ნორმალური კანონები მიიღება, პარლამენტი კარგად დაკომპლექტდება, არჩევნები წესიერად ჩატარდება და ეს ყველაფერი ნორმალურია. აქ ხوار არის დიფერენციაცია მაგალითად იმაზე, რომ ბავშვთა სკოლა უშუალოდ ცოდნის გადაცემაზეა ორიენტირებული, ხოლო ოჯახი ზუსტად აი ამ საერთო განათლებაზე ზრუნავს თუ როგორი მიდგომა უნდა იყოს აი ამ მხრივ. არა, ცხადია, განათლებული ადამიანის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ეძღვნება ოჯახსაც და რასაკვირველია სკოლას. სამწუხაროდ სკოლა დღეს ჩვენ არ აგვაქვს მოწესრიგებული სკოლა, სამწუხაროდ. ჩვენი სკოლა ძირითადად არის მემკვიდრე კომუნისტური სკოლისა. სამწუხაროდ გავრცელებულია აზრი თითქოს და კომუნისტურ წარსულში, საბჭოთა კავშირში, ეგრეთ წოდებულ საბჭოთა კავშირში. განათლება მაღალი დონის განათლება იყოს. ეს არ არის სწორი წარმოდგენა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის სიკარგე გამოჩნდა მისი დასრულის შემდეგ. თითქმის ყველა ქვეყანაში არეულობა იყო. ერთადერთი ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რაღაცნაირად შეინარჩუნეს ადგილი და სწრაფად აიღეს ალღო დამოუკიდებლობის. და ეს სწორედ მაჩვენებელია, რომ იქ განათლების სისტემა გაცილებით უკეთესად მუშაობდა ვიდრე სხვაგან, ვიდრე საქართველოში მაგალითად. საქართველოში მე ვიტყოდი, რომ განათლების სისტემა ალბათ მე-19 საუკუნის შუა წლიდან დაიწყო აღმავლობა, ალბათ პიკს მიაღწია რაღაც 20-იან წლებში, მე-20 საუკუნის 20-იან, და ამის შემდეგ უკან და უკან წავიდა. კომუნისტურმა საზოგადოებამ, კომუნისტურმა წყობამ ძალიან დააზარალა განათლების სისტემა კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიაზე. ალბათ მთელ საბჭოთა კავშირში, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან. და რა იყო ის არსებითი, რომელიც მართლაც აზარალებდა და რაზე იყო დაფუძნებული მაშინ ეს? ჯერ ერთი განათლებულ ადამიანთა დიდი რაოდენობა უბრალოდ დაიხრიტა და საპყრობილეში დავიდა. ჯერ ერთი. ანუ ამან საგრძნობი დაღი დაასვა საზოგადოებას. შემდეგ მასწავლებელთა რაოდენობა იზრდება და ამ დროს კვალიფიკაცია კლებულობს. რაოდენობრივად იზრდება,
ყოვლის მომცველი ხდება, ყველა ბავშვი უკვე სკოლაშია, მაგრამ მასწავლებელთა რაოდენობა დიდია და ამ დროს კვალიფიკაცია გაცილებით დაბალი და თანდათან კლებულობს. ამ პრობლემას შველა უნდა, რასაკვირველია. მე ვიტყოდი, ძალიან მწარედ შეიძლება გამოვიდეს ეს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ თუ განათლების სისტემა არ გავაუმჯობესეთ, მასწავლებელზე არ ვიზრუნეთ, ალბათ არათუ სახელმწიფო არ შეგრჩება, არამედ ერიც აღარ იქნება. მე მგონი ესეთი რადიკალური და ესეთი სამწუხაროდ ესეა. სამწუხაროდ ზრუნვა მასწავლებლებზე როგორ გარეშე გამოიხატება და ახლა მოდი ასე დავინახოთ ეს სქემა. განათლების სისტემა, ეს არის უშველებელი სისტემა დიდი, რომელიც დღეისათვის ალბათ 60,000-ზე მეტ მასწავლებელს მოიცავს და მოსწავლეების რაოდენობა მოგეხსენებათ ძალიან ალბათ ერთი 100,000-ია. რამოდენიმე ასეული ათასია. ეხლა ეს უშველებელი სისტემა. ამ სისტემაში ძირითადი ელემენტი მასწავლებელია. მასწავლებელია ის ადამიანი, რომელიც შრომობს და რომელზეც არის აგებული მთლიანად მთელი განათლების სისტემა. შენობა, დაფა, ცარცი, წიგნი, სახელმძღვანელოს ავტორი, განათლების სისტემა, განათლების მინისტრი, მოადგილე, გაყოფილება, გამგე, ეს ყველაფერი მისი დამხმარია. მასწავლებლის დამხმარია. მასწავლებელია პირველი ფიგურა ამ საქმეს. და თუნდაც გარეგნულად რო შევხედოთ, უყურეთ, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება რამოდენიმეჯერ ნაკლებია, ვიდრე თქვათ განათლების სამინისტროში კანცელარიის მუშაკის ანაზღაურებას. ახლა ეს შეფარდება უკვე ასეთი არანორმალური შეფარდება არის. იმიტომ რომ ძირითადი მუშაკი არის გაცილებით დაზარალებული, ვიდრე ამ შრომის აღმრიცხველი, ვთქვათ. სამწუხაროდ ეს ფაქტია ასეთი. აქ მარტო ანაზღაურებაზე არა საქმე ცხადია, არა დაფასებაც სხვანაირი ჭირდება მასწავლებელს. ეს რამენაირად უნდა გამოვასწოროთ, უნდა საზოგადოებამ თვითონ უნდა იკისროს ეს. რასაკვირველია, ხელისუფლებას საზოგადოებამ უნდა დაავალოს მასწავლებელზე ზრუნვა. თუ ეს მოხერხდა, ყველაფერი კარგად იქნება. თუ წავედით ისევ კომუნისტურ გზას დავადექით და გავაგრძელეთ, ცხადია, ყველაფერი თუდად იქნება. და როდესაც დაუშვათ ამ გზაზე იყო, მაშინ მართვა ადვილი იყო ხო იმ ხალხის, რომელიც განათლებული არ არის და ამ მიზანს ემსახურებოდა ეს. გავრცელებულია, რომ კომუნისტური განათლების სისტემა თითქოს კარგი იყო, მაგრამ კომუნისტური განათლების სისტემაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება და საუბარი ძალიან გრძელი შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ ძირითადად პროპაგანდისტული იყო. კომუნისტური განათლების სისტემის მიზანი რა იყო? აი მოდი დავინახოთ მიზანი. მიზანი იყო, რომ შევქმნათ რაც შეიძლება დიდი მასა ადამიანებისა, რომელიც მარტივი სამართავი იქნებიან. ხო? ამისათვის რა არის საჭირო? რომ რამენაირად აზროვნების უნარი არ განვითარდეს. ესე იგი, აი მე დაბეჯითებით მინდა ვთქვა, რომ კომუნისტური საზოგადოების განათლების სისტემის მიზანი იყო, რაც შეიძლება დააბრკოლოს აზროვნების განვითარება. იმიტომ რომ აზროვნების განვითარების შემთხვევაში ცხადია, კომუნისტები ვეღარ შეინარჩუნებდნენ ძალაუფლებას. მაგრამ ამავე დროს ხო ჭირდებოდა თვათ ის ხალხი, რომელიც შეუქმნიან ატომური იარაღს, კოსმოსში გაფრენდნენ. აი მოდი ეგ ვთქვათ. რანაირად შეიძლება რომ იცეს კიდე რომ ფაქტობრივად ფართო ფენებს მიეღოთ განათლება, აი ეს საერთო უწიგნულობის მომენტი რო იყო, სწავლა განათლების. მოდი აი მაგას ეგრე უნდა აი ეგ სწორედ ეგ ვთქვი მე, რომ
განათლების ზრუნვა კი არ იყო, ცოდნაზე იყოს. ანუ რაც შეიძლება მეტი მასალა მივცეთ და აქცენტი გავაკეთოთ ამ მასალის დამახსოვრებაზე. ათვისება თითქოს კომპიუტერში ვდებთ მასალას. ანუ რობოტიზაცია კეთდება. ადამიანი უნდა გადაიქცეს მასალის მფლობელად, ცოდნის მფლობელად. ხო? შეიძლება ესეთი ფრაზაც კი მახსენდება, რომ наш человек на все должен иметь ответ. Русский текстია. Но этот ответ должен быть не его, а наш. Გესმის? ანუ რაც ჩვენ უთხარით, თან ყველა სიტუაციაში. აი ეგ არის სწორედ. ეგ არის დამახსოვრებაზე აქცენტი იწვევს აზროვნების დაჩლუნგებას. ანუ თვითონ კი არ უნდა მოიფიქროს და გაიაზროს და საკუთარი აზრი კი არ უნდა გადმოქცეს, არამედ ვიღაცის მიერ ვიღაცის მიერ ნათქვამი აზრი უნდა დაიმახსოვროს, ის გონია რომ მისი ცოდნა. აი ეს არის საბჭოური სისტემა. სამწუხაროდ ჩვენ მისი მემკვიდრენი ვართ დღესაც. უნდა გადავიდეთ, ცხადია, უნდა გადავიდეთ და ესეთი მცდელობა იყო, მაგრამ მხოლოდ დეკლარირებული. სამწუხაროდ დეკლარირებული არის ასეთი რომ მიზანი განათლების სისტემის მიზანი აზროვნების განვითარება, უნარის განვითარება, უნარზე ვლაპარაკობთ, უნარების გამოცდებით, უნარის ტესტირება, უნარის აქ ობიექტური სირთულეც არსებობს, იმიტომ რომ ცოდნის შემოწმება მარტივია. და აი აზროვნების უნარის შემოწმება აცილებით რთული. აქ მხოლოდ ისე მასწავლებელზე აქცენტი, ფინეთი, კარგი მაგალითია. მასწავლებელზე აქცენტი. ჩვენც ალბათ მოხერხდება ეს თუ საზოგადოება ამას ხარს დაუჭერს, გაიაზრებს, ცხადია. ახლა ქათამი და კვერცხივით არის სამწუხაროდ. იმიტომ რომ საზოგადოება რომ ამის გამგები იყოს და იყოს ამის მხარდამჭერი და მომხრე, ესე იგი უკვე განათლებული საზოგადოება ყოფილა. განათლებული საზოგადოება ცდილობს რაც შეიძლება აწიოს განათლების დონე, ანუ სკოლა მოაგვაროს. თუ სკოლა მოგვარდება, განათლებულობის დონე იწევს და იწევს ზემოთ. ეს კარგია. მაგრამ თუ არა სკოლა არის განათლებულების შემქმნელი ადგილი და სკოლის მოგვარება განათლებულების საქმიანობაა. და ბატონო გურამ, იქ დაუშვათ მასწავლებელს გაწერილი აქვს რაღაც ცოდნის რაღაც მარაგი უნდა გადასცეს, არა? ყოველ გაკვეთილზე ფაქტურად რა მასალა უნდა მიცეს, როგორ უნდა აწყოს თავისი გაკვეთილი და რჩება ზუსტად აი იმაზე რომ იფიქროს და აი განათლებულობის ეს ელემენტი ცოდნის გარეთ რომ არის. მაგალითად მე ვიცი, აი ხა ჩვენს ოჯახში, ახლა ცუდად ასწავლობს ჩემი ბიჭი, მაგრამ ეს იყო დაუშვათ აი ქართულ ლიტერატურაში ვეფხვის ტყაოსნანის, ესე ვთქვათ, დაზეპირებები მთელი რაკოს თავებით და მოკლედ რაკოს დილიდან საღამომდე იჯდა და იზუთხავდა აი ამას ძველ ქართულად ნაწერ ემას. ეს შედის განათლებულობის მაჩვენებლად თუ აი, კარგი მაგალითი თქვით. ვეფხვის ტყაოსანი, ალბათ ვიტყვი რომ ყველას წაკითხული აქვს ცხადია. მაგრამ ყველას აქვს გააზრებული და გაგებული. მე მგონი ძალიან ცოტას სამწუხაროდ. იმიტომ რომ არ ხდება სწორედ დაზეპირება შეიძლება ხდება რაღაცა ფრაგმენტების ზეპირად თქმა, მაგრამ აი სწორედ გაგება, ანალიზი მისი სკოლაში ხდება ცხადი არა. იცით, იმისათვის რომ აზროვნების უნარი განავითარო ამას ვერ გააკეთებ თუ ცოდნა არ გადაეცი. ცოდნის გადაცემა აქ ინსტრუმენტია აზროვნების განვითარებისათვის. მაგრამ მასწავლებელმა სწორედ ჩემი აზრით აქცენტი უნდა გააკეთოს გაგებაზე, სრულყოფილ გაგებაზე, რაც შეიძლება ღრმა გაგებაზე, იმას, რასაც აძლევს. მცირე ცოდნა და კარგი გაგება გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე
დიდი ცოდნა და ნაკლებად გარკვევა იმაში რაც მე დავდივარ სოფლის სკოლებში და ვცდილობ რაღაც ვესაუბრო სკოლის მოსწავლეებს და სწორედ ეგ მინდა მათემატიკაზე ბუნებრივია. რატომ სოფლის სკოლებში ბატონო? იცით, ჩემი დაკვირვებით სოფლის სკოლებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე თბილისის სკოლებში. მასწავლებლების თვალსაზრისით? არა. აი სწორედ სწავლის თვალსაზრისით, გარემოს თვალსაზრისით. სოფლის სკოლები გაცილებით უფრო მიზანმიმართულები არიან. უფრო არ ვიცი, გარემოა ასეთი. თანაც ვამჩნევ ასეთ სოფლის სკოლებში არის სურვილი, დიდი სურვილია უფროსთან ურთიერთობის. ქალაქის სკოლებში ეს სურვილი ნაკლებად არის. და ძირითადად ესე იგი თქვენ რამდენი ხანია ამ სკოლებში დადიხარ და უკვე რა დასკვნის გაკეთება შეიძლება რომ იქ თქვენი ჩასვლა აი ესე მოღვაწეობა რაღაც შედეგი გამოიღო თუ არა? ახლა ვერ ვიტყვი რომ რაღაცა, მაგრამ მოწაფეებში ვხედავ დაინტერესებას, სიამოვნებით მესაუბრებიან, ძირითადად მათემატიკაზე ბუნებრივია. ასე პარადოქსულ იმას ფრაზასაც ვამბობ ხოლმე, რომ აი თქვენ ხო სკოლაში დადიხართ, ბევრი რამე უკვე იცით. ახლა მე შევეცდები გაგაგებინოთ თქვენ რა იცით. და როგორ ხომაც იცით ხო ეს ამბავი? დაინტერესებას ხედავ ხოლმე ამასი და იგებენ ამას, რაც მთავარია იგებენ. თქვენ მე მახსოვს ერთი პერიოდი არიყავით წინააღმდეგი რომ რაღაცა აი ესე ვთქვათ სწავლების პროცესში შემოსულიყო დაუშვათ ბრიჯის თამაშიც არა თუ იყო ეგეთი სიტუაცია? ახლა თამაში ეს უზნაძეც ამბობს რომ თამაშით ვერ ისწავლი. უღურეთ თუ იმიტომ რომ თამაში შენ სხვა ორიენტაცია გაქვს. თამაში არის მოგება თუ მოგებაზია შეჯიბრზე თუ არის აგებული ანუ რაღაცა წარმატების მიღწევაზე შედეგი აი ოლიმპიადაც იგივეა რაღაცა წარმატება უნდა მიაღწიო რაღაცით სხვა საჯობო რაღაცით მოაწონო თავი ეს არის ორიენტაცია თუ შენ ამაზე ხარ ორიენტირებული, გაგების პრობლემა უკვე მეორე ხარისხოვანია და უკანა პლანზე გადადის. იმისათვის რომ აზროვნების უნარი განავითარო, ანუ მართლა რამე გაიგო, ამისათვის ორიენტირებული უნდა იყო გაგებაზე. ესე თამაშის დროს, აი თუ თამაში ისეთი თამაშია, რომ მოითხოვს გაგებას, მაშინ ეს კარგია. მაგრამ თუ შენ მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ხარ და ნუ რაღაცა ილეთი გამოიჭირე და იმ ილეთით ჯობნის სხვას, სწრაფად აკეთებ ან რაღაცა. ტაქტიკური რაღაცა სულები ხო, გამზადებული გაქვს. მაშინ იმას არ ვითარებ და არა საგნის გაგებას. და ბრიჯთან დაკავშირებით როგორ იყო? ახლა ბრიჯი რატომ არის კარგი? იმიტომ რომ აი ჭადრაკი ან ვითარებს კომბინირების უნარს. კარგად. იმიტომ რომ პოზიცია ღიაა. ყველა ხედავს პოზიციას და უნდა მოიფიქრო რამე და ბრიჯში პოზიცია დახურულია. იმიტომ რომ კარტი ადამიანს ხელში უჭირავს და მე ვერ ვხედავ იმას რა უჭირავს. როგორაა განაწილებული ის? ამიტომ უნდა იაზროვნო, აი ეს რო ასეა შესაძლო ასეთი ვარიანტია, იქ ეს თუ ის კარტი აქ არის თუ მარცხნივარი თუ მარჯვნივარი, სად არის? გესმის რაღაცა ვარიანტები გათვალო, ხანდახან ზოგი სვლა არის პოზიციის გარკვევისათვის სვლა და არა აღებისათვის. Ну ეს დამატებით იძლევა, ასე ვთქვათ, გაცილებით მეტი აზროვნების ჟელობის და იმას ანვითარებს და კარგია, ну. მაგრამ თქვენ უსიამოვნებას შეგეთქვათ, ხო, მასთან დაკავშირებით? მე ვასწავლიდი სკოლაში, ვცდილობდი სწავლება, კომუნისტების დროსაც კი. და რითი დასრულდა ეს?
ეს ხო ეპიზოდური იყო, რითი უნდა დასრულებულიყო, ზოგმა რაღაცა გაიგო, ზოგმა არა. არა, მე ვიცი რომ ფაქტობრივად ეს სერიოზული თამაშია და ჩემპიონატების თამაში ცხადია სერიოზულია, სერიოზული სოფლიო პირველობები ტარდება და საქართველოში კარგი ბრიჯისტებიც არსებობს, მონაწილეობენ ისინი სოფლიო ჩემპიონატებში. ჩემპიონები ჯერ არ გამხდარან, მაგრამ საკმაოდ კარგი. გაკვეთილებიც იბეჭდებოდა ჟურნალ გაზეთებში მახსოვდა, თქვენ ხელმძღვანელობდით, ხო? ხო, მე ერთ-ერთი ინიციატორი ამ ფედერაციის შექმნისა მე ვიყავი და ეს იყო შევარდნაძე როცა მდივანი იყო მაშინდელი დრო. არც ისე მარტივი იყო. ისიც თამაშია და ჭადრაკის თამაშია, ხო? არა, თამაშია, იმიტომ რომ კარტთან დამოკიდებულება ვითომ უარყოფითი დამოკიდებულებაა და კარტი ისეთივე სათამაშო ინსტრუმენტია, როგორც თუ გინდა ჭადრაკის ფიგურები ან ბურთი რა. ეს კარტი არის თამაშის ინსტრუმენტი. ბატონო გურამ, აი ჩვენ ვახსენეთ რომ თქვენ იყავით პარლამენტის წევრი 92-95 წლებში. თქვენ ფლობთ პრობლემას, განათლების სისტემის პრობლემას, რომელიც ეხება აი და უფრო სკოლაში განათლებულობის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით. რა წინააღმდეგობები ხდებოდა თუ და უშუალოდ თქვენი ეს მიდგომები დანერგილიყო? შეიძლება ფინანსური იყო, შეიძლება რა თქმა უნდა აი რესურსი არ არსებობს სხვა რა ფინანსურიც და დღეს ახლა უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს რომ თქვენ ხართ იმ პარტიის დიდი ესე ვთქვათ მართველი ჯგუფის წევრი რესპუბლიკალური პარტიისა, რომელიც ეროვნული კომიტეტისა, რომელსაც ახლა წამყვანი პოზიციები უყავია ჩვენს საქართველოს მთავრობაში და პარლამენტში და აი შეიძლება თუ არა ამ თქვენი მიდგომების ესე ვთქვათ რეალიზაცია მოხდეს აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით. არც ერთი პარტია ამის დამძლევი არ არის. ეს არის საერთო ეროვნული პრობლემა. და მთლიანად თელმა საზოგადოებამ თუ არ მოახდინა ამისი გაგება და კონცენტრირება ამ თემაზე, რომ სკოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სახელმწიფოს და ერის ცხოვრებაში. სკოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. იმიტომ რომ სკოლაში მომავალი მოქალაქეები, მომავალი პატრიოტები, მომავალი საზოგადოების წევრები სკოლაში იზრდებიან. და თუ ეს ადგილი მოგვარებულია, მაშინ ყველაფერი კარგად არის. ერთ-ერთი შვეიცარიელი მინისტრი იყო თბილისში და მასთან საუბრისას ამ სკოლის თემას შევეხეთ და ესე მითხრა, რომ თუ სკოლაში კარგი მასწავლებელებია, მაშინ ქვეყანაში კარგი დურგალია, კარგი პოლიციელია, კარგი ექიმია, კარგი პარლამენტის წევრია, ყველაფერი კარგად არის. თუ სკოლა მოწესრიგებულია, მაშინ ქვეყანაში ყველაფერი მოწესრიგებულია. მე მეჩვენება, რომ განათლების მოგვარება მოაგვარებს ყველაფერ დანარჩენს. იმიტომ რომ განათლებულმა ადამიანმა უნდა მოაგვაროს. და განათლებული რასაკვირველია, ისე ვიმეორებ, რომ ერში მაღალ განათლებას ყველა ჩვენთან ასეთი ტერმინიც კი არის სასაცილო უმაღლესი განათლება. აი ადამიანმა როგორ უნდა თქვას თავის თავზე, რომ მე უმაღლესი განათლების მატარებელი ადამიანი ვარ, რომ ჩემზე მაღალი განათლება არავის არ აქვს. უმაღლესი განათლება ხო ამას ნიშნავს? კანონიც გვაქვს უმაღლესი განათლების შესახებ. ხო, მე ვარ უმაღლესი განათლების მატარებელი. როგორ შეიძლება ეს საკუთარ თავზე თქვა? ჩემზე უფრო განათლებული არ არსებობს სოფლიოში. მაგრამ საქმეც ის არის, რომ აი საკმაოდ მე ანკეტაშიც ვერიდები ამ ჩაწერას და წერ ხოლმე საკმაოდ განათლებული. უმაღლესი განათლების წალი. როგორ ვიკადრებ თქვა რომ მე უმაღლესი განათლებული. ხო და არც ერთი ერი არ არის რომ განათლებულ ადამიანთა რაოდენობა იქ არის უმეტესობა განათლებული. არა ცხადი. ცხადია ის და ამ დაბალი პროცენტია. არ ვიცი მე რა პროცენტი შეიძლება 3-5 განათლებულ ადამიანთა ერთობლიობა ერში. მაგრამ ეს ნაწილი უნდა გავლენიანი ნაწილი უნდა იყოს ერში. სამწუხაროდ ქართველ ერს არათუ განათლებული ნაწილი არ არის გავლენიანი ქართველ ერში, არამედ
რაოდენობრივადაც ცოტანია. განათლებულ ადამიანს რაოდენობა ქართველებში საკმაოდ დაბალია. და პრინციპში ახლა რა გამოდის? მაინც მე მგონი ერში უნდა არსებობდეს ბირთვი, ინიციატორები, ლიდერები, რომელიც აი ამ პრობლემის დაძლევისთვის, კი, შეიძლება თქვათ, რომ საზოგადოება თავის მასაში არ არის მზად, მაგრამ ხო უნდა იყოს პირველი იმპულსები, ხო უნდა იყოს ესე ვთქვათ, ავტორები იდეის და შესაბამისად ამის წინ წამომწევები, არა? აი საზოგადოებამაც რაღაცნაირად უნდა გავაგებინოთ, რომ განათლების სისტემას, სასკოლო განათლებაზე ვლაპარაკობ, მე ცხადია, უნივერსიტეტზე და მეცნიერებაზე არ ვსაუბრობ. სასკოლო განათლების მოგვარება გადაუდებელი საქმეა. ეს უნდა იყოს, სახელმწიფოს პრიორიტეტი, უპირველესი პრიორიტეტი. ახლა ვიტყვი მე რომ რასაკვირველია, არის სოფლის მეურნეობა შეიძლება იყოს მეორე განათლების შემდეგ. იმიტომ რომ კვება თუ არ საჭმელი თუ არ გაგკვდები და რა განათლებაზეა ლაპარაკი, ხო? გასაგებია, აი ეს ორი დარგი უპირატესი უნდა იყოს, ცხადია. აქვე ვიტყვი რომ, იცით, აი მოდი ცოტა სხვანაირად შევხედოთ ამ საკითხს. აი მთაში მაცხოვრებელი ადამიანი. აი მთაში, რომელიც რთულ პირობებში ცხოვრობს და თვითონ უმკლავდება ამ სიტუაციას, რთულ გარემოს, არა? ანუ ის არის თვით თავის თავზე საკუთარი იმედით ცხოვრობს და თვითონ არის. ბარში, ქალაქში მცხოვრები ადამიანი გაცილებით უფრო სხვებზე დამოკიდებულია. და იმედიც მეტი აქვს და თუ რაღაცა გაუჭირდება, შველელიც გვერდზეა. მეორე მხრივ სოფელშიც ამიტომ ძალიან შეკრულია ხალხი, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი ერთმანეთის უფრთხილდება და გვერდზე არის. ხადია. ამიტომ აი მთის რეგიონის გაფრთხილება და იმისი აღორძინება და გაუმჯობესება ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და ეს განათლებას დაეხმარებოდა. გესმით? დაუშვათ კარტბლანში გაქვთ. აი როგორ დაიწყებთ აი მოდელის განვითარებისა, თქვენ რომ გაქვთ ჩამოყალიბებული განათლებისა სკოლაში? ის მასშტაბლებლების რაოდენობა. მე ვიტყოდი რომ ახლა ესეთი ლოზუნგი შეიძლება ითქვას რომ რაც კი განათლებული რესურსი გვაქვს ყველა სკოლაში. წავიდეთ ყველა სკოლაში და სკოლაში ვიმუშაოთ. და მაშინ ესმით ყველაფერ დანარჩენს მოევლება შემდგომ. და ამას ვერ მოევლება თუ ეს არ გამოსწორდა, თუ ეს კარგად არ დაიძრა. იცით, სამწუხაროდ აქ ერთი პრობლემაც არის, რომ თუ ჩვენ სკოლას მივხედავთ და გავაუმჯობესებთ, შედეგს მივიღებთ 20-30 წლის შემდეგ. ეგ შედეგი ხვალ საღამოს არ იქნება შედეგი. ესია, მაგრამ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, 20-30 წლის შემდეგ გვიან იქნება. და ვეღარც გავაკეთებთ. თავისებური ბეგარა ყველა სკოლაში. რამდენიმე ხნის განმავლობაში მაინც ერთი წელი თუ ორი წელი მოიხადე მაინც და ეგეთი კარგი იქნება თუ საზოგადოება შეძლებს ხელისუფლება აიძულოს, პარლამენტი აიძულოს, ბიუჯეტში გაცილებით მეტი იყოს. იცით, თანაც ეს ფული, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მოხელეებზე კი არ უნდა დაიხარჯოს. გაცილებით უკეთ უნდა იყოს, მასწავლებლებზე უნდა იყოს. მასწავლებლების პრიორიტეტი რამენაირად რო აიწიოს. აი თუ ქვეყანაში მასწავლებლები ძალიან ღირსეულ ადგილს დაიკავებენ, თუ მასწავლებლები მარტო ფულადი ანაზღაურება, პატივისცემა მათამი მოიმატებს, შეიძლება გვეშველება. თუ ამას არ გავაკეთებ, არაფერი არ გვეშველება. მოგურავთ, თქვენ გახსოვთ ის პერიოდი, რამდენად დაფასებული იყო იგივე სოფელში მასწავლებელი. და რა წარმოადგენდა? ესეთი პერიოდი მე ფაქტიურად არ მახსოვს, აბა საიდან მასწავლებელი ალბათ დაფასებული იყო მე-20 საუკუნის ალბათ დასაწყისში. 20-იან წლებში
შესაძლებელია, მაგრამ უკვე 30-იანი წლებიდან ალბათ უკან მიდის ეს საქმე. ჩემ დროსაც მასწავლებლები არ იყვნენ დაფასებული მანდა მაინც. მაგრამ მოსწავლის დაჩაგურულები იყვნენ. და პატივისცემა ხო იყო მასწავლებლის მიმართ, მახსოვს რომ მაგათ განსაკუთრებული მოტივება ჰქონდა და განსაკუთრებით სოფელში. მე მგონი ეს სოფელში ცხადია უფრო შემორჩა ეს ვიდრე ქალაქში, მაგრამ ქალაქში, რა ვიცი. არა, მე მანდა მაინც დიდი რა საკვირველია, ყოველთვის იქნება და იყო გამორჩეული მასწავლებლები, რომელთაც რაღაცა მოწიწება და ის არსებობს. რა საკვირველია ეს ყოველთვის იქნება, ერთეულები ყოველთვის იქნება. მაგრამ სამწუხაროდ ეს ერთეულები. და როგორ უნდა მოხდეს შეხამება, იმიტომ რომ საერთო განათლებულობაზე კი ჩვენ ხალხ საუბრობთ, მაგრამ როდესაც მე მას სურს მიიღოს დაუშვათ რა შემდგომი საფეხური ბაკალავრიატის განათლება რა, იქ ცოდნის გარკვეულ მარახს ითხოვენ რა, დონის ითხოვენ, რომ იმიტომ რომ იქ რო საგანი ასწავლო, შენ მან რაღაცა ცოდნის ელემენტებიც უნდა ქონდეს ამა თუ იმ სფეროში, მათემატიკაში, ცოდნა საჭიროა რა, აი ბალანსი როგორ უნდა არ დაირღვეს ერთხელ. Ну, მოდი კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ რა არის საჭირო, რომ იყო განათლებული. ბუნებრივია ზნეობა, მაღალი ზნეობა. ხო? ადამიანს, სხვა ადამიანს ადამიანად უნდა თვლიდე. როდესაც შენ მიჯიხარ ქუჩაში და ყურადღებას არ აქცევ ეტაკები თუ არ ეტაკები ვიღაცას და ვინ მოდის, შენ ახალგაზრდა კაცი მოდის მოხუცი ქალი და მიდის და ლამის გაანგრიოს ეს. გესმით და თანაც ვერ გაიწევი გვერდზე რომ მოვდივარ მე, ხო? ნუ უკვე სად არის განათლებული. ზნეობა მაგ. მგონი ხა ყოფაქცევის ნორმებია. საკუთარი ქვეყნის სიყვარული, ეროვნულობა, პატრიოტიზმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ესე აი ყოფაქცევის შემდეგ უკვე გადავდივართ იმ ფასეულობების დანერგვაზე, რომელიც ეს მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ მარტო ის კი არ არის შენი, რაც შენი, მარტო შენი, ეს პერანგი კი არ არის მარტო ჩემი. ჩემია ქუჩა, ჩემია სოფელი, ჩემია ქვეყანა, ჩემია ეს ქვეყანა. ჩემი ქვეყანა, ხომ ასე ვამბობთ არა? ჩემი სამშობლო, ხომ ასე ვამბობთ არა? ჩემი ხელფასი, ჩემი კეთილდღეობა. ხო, მაგრამ თუ ჩემია, მაშინ და მე ზრუნვაც არის საჭირო. ჩემი ქუჩა ვამბობთ და ამ დროს ნამწვავს ვაგდებთ ქუჩაზე. გესმის? ნუ ესე იგი სადარბაზო მოვლილი გაქვს, შენი სადარბაზოა, ხო? აი უკვე ეს გაგება ხომ უნდა იყოს სადაც. ანუ სკოლა ხომ უნდა ზდიდეს მოქალაქეს. სახელმწიფო ბოლო და ბოლოს რატო აფინანსებს სკოლას? მოდი თქვათ, აი რატომ არის რომ სახელმწიფო აფინანსებს სკოლას? ჩემი შვილის გაზრდას რატო აფინანსებს? უფასო ესე თქვა განათლება. იმიტომ რომ მოქალაქე გაიზარდოს, იმიტომ რომ პატრიოტი გაიზარდოს, იმიტომ რომ საკუთარი ქვეყნის სიყვარული გქონდეს და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავდეს. მარტო თავის ბინაზე კი არა, ან თავის საწოლზე. არამედ გარემოზე ზრუნავდეს. თან მე მგონი თუ ისეა ეწყო საქმე რომ მისი დაუშვათ კეთილდღეობაზეც თუ იზრუნებს ეს და ეს მისი კეთილდღეობისკენ ტოლვა არის სასარგებლო მთლიანად სახელმწიფოებისთვის, არა სახელმწიფოს განვითარებისთვის, არა ეს მე მგონი მისასალმებიც უნდა იყოს, თორე იყო ჩვენთან სიტუაციები, როდესაც მე ვიყო კარგად და შენი კარგად ყოფნა აზარალებდა მთლიანად საქართველოს სამშობლოს და სახელმწიფოს განვითარებას. აი ეგეთი სისტემის ჩამოყალიბება არ უნდა მოხდეს და ცოტა ხნის წინ მეგონი იყო ეს ამბავი. რა ვიცი, მე მახსოვს ერთ-ერთ პარლამენტის სხდომაზე მისაყვედურეს შენ ამბიციები გაწუხებს. მე ვუთხარი, მე კიდე პირიქით გისაყვედურებ, რომ ამბიციები არა გაქვთ. ამბიცია უნდა გქონდეს და ჩემი ამბიცია მდგომარეობს, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ეს არის ჩემი ამბიცია. ხო? იმიტომ რომ მე ხო ვცხოვრობ აქ. მინდა რომ ეს ქვეყანა იყოს საუკეთესო მსოფლიოში. ყველაზე კარგ ადგილას მე მინდა ვიცხოვრო.
ეს არის ამბიცია. ეს ამბიცია უნდა გქონდეს, ხადია. ეს არის პატრიოტიზმი, აბა რა არის სხვა. არა, აქ საუბარი იმაზე არის, რომ თქვენ ახსენეთ, რომ მაგალითად მიდის ქუჩაში და გადათელა ის მოხუცი ადამიანი და აი ესეთი მომენტი შეიძლება იყოს სოციალურ მომენტში, როდესაც ესე იგი შემიკეთილდება ყველაფერი და მე გადავთელავ და ყველაზე გავალ. აი ეს მქონდა მე მხედველობაში, როცა იცი, მაგრამ ნუ შეგიძლია ასეც თქვა, რომ მე ჩემ საკუთარ კეთილდღეობაზე ვზრუნავ, დიახ. დიახ. მაგრამ ჩემი საკუთარი კეთილდღეობა რა არის? იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა იყოს კარგად. იმიტომ რომ ეს ჩემი ქვეყანაა და მინდა ეს კარგი იყოს და მე მინდა რომ კარგ ქვეყანაში ვიცხოვრო. და ჩემ ეგოისტი ვარ, ასეთი ეგოისტი ვარ. ხო არ ყოფილა რაღაც ეკონომიკური გათვლა აი ამ მოდელის რეალიზაციასთან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს რაღაცა ნუ აქ პირველი ნაბიჯი, პირველი ამოცანა ეს არის საზოგადოებამ, საქართველოს მოსახლეობამ რაღაცნაირად აღიქვას, რომ ეს არის უპირველესი მნიშვნელობის საკითხი. სკოლა, მასწავლებელი და მასწავლებელს მოვეფეროთ, მასწავლებელს მივხედოთ, მასწავლებელზე ვიზრუნოთ, რომ იმან ერთი მიუღებელია ალბათ, მაგრამ კარგი მოდელი. მითხრეს, რომ 60,000 მასწავლებელია სკოლაში. მათგან 40,000-მა თავის საგანში რაღაც გამოცდები ვერ ჩააბარა. ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გაუმჯობესოთ მდგომარეობა. ჩემი აზრით ასე 40,000 სკოლაში არ უნდა შეუშვათ. ის 20,000-ზე დავტოვოთ ის სკოლა. მაგრამ იმისათვის რომ სოციალური აფეთქება არ მოხდეს, არამედ მოდი იმათ ხელფასის საკმაოდ დიდი ნაწილი შევუნარჩუნოთ. ანუ შევუნარჩუნოთ როგორ პენსიის სახით ან რაღაცის სახით ის რასაც ხელფასი აქვს, ოღონ ერთი თხოვნით ნუღა მოხვალ სკოლაში. ხო, დაუტოვოთ 20,000. რა გამოვა აქედან? ცხადია სკოლას მასწავლებლები ცოტა ეყოლება. გაკვეთილები შემცირდება, მაგრამ ხარიცხი აიწევს. გესმით? შემდეგ თუ დაფინანსებაც გაიზრდება და ახალგაზრდებს მიიზიდა, გაუმჯობესდება ნელა-ნელა, უკეთესი. ესეთი რევოლუციური, ნახევრად რევოლუციური, ევოლუციური გზაში, მაგრამ მიიღება აღიქვამს მას საზოგადოება და ხელისუფლება. ნუ ახლა ძნელია, რომ ესე ვთქვათ, მე ვიტყოდი, რომ კარგი სქემაა, მაგრამ ხო თქვით, რომ ყველა სკოლაშიო. 20,000 ხო დახმარება დაჭირდება. ხო და აი 20,000 დავემატოთ ყველა სკოლაში, წავიდეთ ყველა. მე და თქვენ ერთად წავიდეთ. აი ტელევიზორს რომ ლაპარაკობთ, არ ჯობია სკოლაში წავიდეთ, მასწავლებლებს. მაგრამ ამისთვის განათლების სამინისტრომ უნდა მოგცეს საშუალება, გითხრას, რომ აი ამ სკოლაში მართლა შეგიძლიათ და რაღაცა საგანი წაიკითხო. სამინისტრო არ ამგონია, რომ წინააღმდეგი იყოს თქვენ და მე რომ სკოლაში წავიდეთ. არ მე ვაპარაკობ, ამას ხო ორგანიზება ჭირდება. მე და თქვენზე ხო არა საუბარი, რომ საერთოდ აი ესეთი ორგანიზაცია მოახდინოს განათლების სამინისტრომ, რომ კი, ცხადია ეს განათლების სამინისტროს საქმეა სწორედ მისი გაკეთება. ხა თქვენზე პრობლემა არ არის, მაგრამ ჩემზე კიდე საკითხავია, მე დავიშვებით რა სკოლაში, როგორც იმიტომ რომ ისეთი დიდი მოთხოვნილება წაუყენეთ თქვენ მასწავლებელს, რომ მართლაც აქ დასაფიქრებელია. მასწავლებელი ძალიან მაღალი რანგის ადამიანია, უკვე იმიტომ რომ მასწავლებელია. იმან იკისრა მასწავლებლობა, ხო? იკისრა, რომ სხვა ენებში რა შესატყვისი აქვს, მაგრამ მასწავლებელი და როგორი დამოკიდებულება აქვს, აი გურუ ხო დაუშვათ არსებობს და რა ვიცი, მე ვიცი რომ, ნუ მაგალითად შვეიცარიაში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მეტია, ვიდრე საჯარო სამსახურში, ნუ თქვათ, ალბათ გამყოფილების გამგისა. კი ხო? კი, მეტია. არა, მე ტერმინოლოგიაზე ვლაპარაკობ და აი დამოკიდებულება დაუშვათ ენებში. სხვა ენებში როგორ არის? ნუ იცი, ეს შრომის ანაზღაურება ალბათ დამოკიდებულების გამომხატველი არის რაღაცა ფორმით. ცხადია არის. ცხადია. აი იაპონელებს სენსეი ქვიათ, არა, მასწავლებელს როეუნებიან და სვანეთში რას უძახებდნენ იმ არა, სვანეთში ქალის სახელი აი გითხარით გავრცელებულია ედუკი.
ედუკი გავრცელებული სახელია და ედუკი ხო ბერძნული სიტყვაა ედუკაცია ლათინურიდან და ლათინური და ბერძნული ედუკაცია რქვია საზღვარგარეთ განათლებას ედუკაცია რქვია ანუ ქალის სახელად რო გამოყენებულია ედუკი სვანეთში ხო ეს უკვე ნიშნავს რომ ამას მნიშვნელობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ოდესღაც შემორჩა ეს ხო მართლაც საინტერესო თემა შევეხეთ და თქვენ წარმოვიდგინეთ ესე იგი აი ჩინეთში იყო ხო რაღაც ხუროებიდური მოძრაობა და ფაქტიურად იქ რაღაც აი გარდაქმნა ადამიანის ესე ვთქვათ ახალი ტიპის ჩამოყალიბების მომენტი ხო ხوار შეგვიძლია ჩვენ რაღაცა შეგვეშალოს და ამ მიმართულებით წავიდეთ როგორი სიფრთხილეა ამისთვის აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ რაც თქვით ახლა იმიტომ რომ მასშტაბებელი არ უნდა იყოს, აი ეს კომუნისტური რო გავიხსენოთ. თავზე კი არ უნდა ახვევდეს ცოდნას და არ აიძულებდეს ისეთი რაღაცები იმ მიმართულებით იმოძრავოს მოსწავლემ, როგორიცაც მასშტაბებელი მათ ფიქრობს, რომ ასე უნდა იყოს. ხო? მასშტაბებელი უნდა იყოს დამხმარე იმისი. და თავისუფლება უნდა მიანიჭოს მოსწავლეს, რაც აკვირელია და დაეხმაროს შეხედულებათა სისტემა მასწავლებელმა კი თავს კი არ უნდა მოახვიოს მოსწავლეს, არამედ დაეხმაროს შეხედულებათა სისტემის შემუშავებაში. ანუ თვითონ დახვეწოს ეს საკუთარი შეხედულებათა სისტემა. და ერთმა მოსწავლეს ერთნაირი, მეორემ სხვანაირი, იმან სხვანაირი შეხედულებათა სისტემა, გამართული შეხედულებათა სისტემა გაქვს ადამიანს, რაც ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ეს შეხედულებათა სისტემა ლოგიკურად გამართულია, ხო? ალბათ მე ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანი მომენტია, რომ სხვა ადამიანებსაც ადამიანებად მიიჩნევდე. ძალიან მარტივად რო ვთქვა, არა? ანუ გაითვალისწინო, რომ მასთან ერთად ცხოვრება ეს ძველი სენტენციებია, შეგიძლიათ ძველი ბერძნების, ლათინელების ეს მომენტები. დავიწყებულია ეს ყველაფერი. აი თავისუფლება, იცით? აი შესაძლოა ერთი მომენტი ასეთიც არის, რომ თავისუფლების საპირისწონე აკრძალვა არ არის. აი აკრძალულია, მაგალითად რო ვთქვათ, ხო? პარადოქსული გამონათქვამია, მაშინ ეს გამონათქვამიც აკრძალულია, ხო? თავისუფლების არის თანხმობა, ვიტყოდი. აი შეთანხმება, რაღაცაზე აწყობა, ურთიერთთანამშრომლობის აწყობა. ეს არის, აი ეს უნარი არის თავისუფლება. ანუ მე და თქვენ, აი ახლა მე და თქვენ საუბრობთ, არა? შეთანხმებული ვართ რაღაც. არ ვედავებით ერთმანეთს. რაღაც აზრებს გამოვთქვამ. თქვენ შეიძლება არ გაიზიაროთ რაღაც ჩემი აზრი, ან თქვენი აზრი მე არ გავიზიარო, მაგრამ ეს ამას არ ნიშნავს, ჩვენ რაღაცაზე შეთანხმებული ვართ. აი თუ ქართველი საზოგადოება შეთანხმდება, რომ ეს არის ჩვენი სამშობლო, ეს არის ჩვენი ტერიტორია, ეს არის ჩვენი ერი, ესა ვართ ჩვენ და ყველა ჩვენთაგანმა უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად, ეს უკვე ერთობა. ის ნაციონალური მოძრაობისა, ის არის ვიღაცა სხვა თუ რაღაცა რესპუბლიკელია თუ ვიღაცა არის, არა აქვს ამას მნიშვნელობა. თავარი ის არის, რომ ჩვენ ერთი სახელმწიფოს ერთი ერის შვილნი ვართ. ჩვენ უნდა გქონდეს ერთობა ფასეულობებში. ახლა ხო, ეგ არის თავარი, არა? ერთადერთ ფასეულობაში მაინც. ეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო, ხო? არა და მე როგორ უნდა მოეპყრო მას? ხო, უნდა პატივისცე, უნდა აღიარო, რომ ისიც მოქალაქეა. მეტი არაფერი. იმას აქვს თავისი აზრი, შენ გაქვს შენი აზრი და ცხადია მას უდიერად არ უნდა მოექცე, მეტი არა. ბატონო, თქვენ ახლა ისეთი დიდი მოთხოვნება და ესეთ პედესტალზე წამოწიეთ, აი იმ ტიპის მომავალი სკოლის მასწავლებელი, აი მისი ესე ვთქვათ ფორმირება როგორ უნდა მოხდეს და ვის მიერ? ეს უკვე უნივერსიტეტებმა უნდა იკისრონ, რომ ნუ მე მგონი უნივერსიტეტებში უკვე ყალიბდება რაღაცა პედაგოგიური ფაკულტეტივით,
ან განათლების რაღაც. ახლა იქ მე მგონი ერთწლიანი კურსი არის, 60 კრედიტი არის, სასათვისებელი და შენ გექნება უფლება სკოლაში უკვე სწავლისა რა. მოვლა უნდა ცხადია ამას რაღაცა. არა, მანდ ეხლა რამხელა ესე იგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს ეს მასწავლებელი, გარდა ის რომ თავის სპეციალობაში ცოდნა უნდა ქონდეს, ის რაღაც განვითარებული ადამიანი უნდა იყოს, ფსიქოლოგიური მეთოდებიც უნდა იყოს, თვითონ უნდა იყოს ეტალონი დაუშვათ მოქალაქისა, ხო ეს? არა, ცხადია, მასწავლებელი მოქალაქე უნდა იყოს. ჩვენ რაღაცა იდეალიზმში ხوار ვართ გადასული. ნუ მასწავლებელი, რომელიც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობს, მასწავლებელი და მშობელი რაღა არის, რომელიც ასეთ მასწავლებელთან შვილს უშვებს. არა, ნუ ეხლა ადამიანი რო შექმნა უფალმა, იმას უთხრა ნება შენი თავისუფალია, მე არ გავხვევ და შენ წარმოვიდგინე რომ არჩევნებში შენი ნების გამოხატვაში რომ ხელს უშლი ვიღაცას და ეს მე მგონი რაკროს საერთოდ მიუღებელია და აქედან იწყება ფოთაშორის დეგრადაცია, როდესაც შენ არ აძლევს საშუალებას კაცმა რომ არჩევანი გააკეთოს წესიერი, იმიტომ რომ ერთხელ რო გააკეთებს რა წესიერ არჩევანს, მეორეჯერ ხომ მიხვდება რომ აღარ უნდა გააკეთოს ცუდი არჩევანი. რომ მიხვდეს ყაზროვნების უნარიც ხომ უნდა კონდეს. ნუ ეხლა ცხოვრება აიძულებს მას, იმიტომ რომ შემოუტრიალდება, ესე ვთქვათ, ისევ ცუდად მას. მიხვედრა და იძულება სხვადასხვა რამე. ხო, ხანდახან საჭიროა ხოლმე ესეთი მომენტებშიც გაიაროს ადამიანმა, იმიტომ რომ ერთხელ დაეწვება ხელი, როდესაც ცეცხლს მიადებს მეორეჯერ და მერე უკვე აღარ მიადებს ცეცხლს, ხო? ეგეთი მომენტიც ხო არსებობს. სწავლების. ნუ ძალიან სწრაფად გაირბინა დრომ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ბატონო გურამ, მე შევახსენებ ჩვენს ტელემოყურებელს, რომ ჩვენ გვყავდა მათემატიკოსი, პროფესორი ბატონ გურამ ვერიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-95 წლების მოწვევის და მე მინდა ასევე თქვენს დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე შემდეგ 4 შაბათს.